მოგესალმებით. Ამ ვიდეოში ვისაუბრებ შენობის მართვის სისტემის საფუძვლებზე, რომელიც ცნობილია როგორც BMS-ის სახელწოდებით, Building Management System. რა არის BMS სისტემა? მაგალითისთვის ავიღოთ ეს მაღალსართულიანი შენობა. ამ შენობას აქვს მრავალი მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკური მოწყობილობა. მექანიკური აღჭურვილობა, როგორც არის ჩილერი, წყლის ტუმბოები, წყლის გამაცხელებლები, ვენტილაციის სისტემები, როგორც არის ჰაერგამტარი დანადგარები, ვენტილატორები და ასე შემდეგ. ელექტრომოწყობილობები, როგორც არის ესკალატორები, განათება, ელექტროპანელები და სხვა. კოორდინირებული სისტემების გარეშე ძალიან რთულია ყველა ამ აღჭურვილობის ხელით მართვა. სწორედ აქ გვჭირდება BMS სისტემა. BMS-ი აკავშირებს ყველა ამ მოწყობილობას ცენტრალიზებული გზით. BMS-ი აკონტროლებს მონიტორინგს, უწევს და ოპტიმიზაციას უკეთებს ამ აღჭურვილობას აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპონენტების გამოყენებით. ეს არის ინტელექტუალური მიკროპროცესორზე დაფუძნებული კონტროლერების პაკეტი, რომელიც პირდაპირ აკავშირებს ამ აღჭურვილობას საველე დონეზე. BMS-ი უზრუნველყოფს კომფორტს შენობის მაცხოვრებლებისთვის, ენერგიის დაზოგვას კლიენტისთვის და უფრო მარტივ პრობლემების აღმოფხრის შესაძლებლობებს შენობის ოპერატორებისთვის. BMS სისტემა შედგება სამი ძირითადი დონისაგან. პირველი არის ველის დონე. ეს დონე ეხება სენსორებს, ინსტრუმენტებს, სარქველებს, ამომყვანებს, თერმოსტატებს, შემტან-გამომტან მართვის მოდულებს და ასე შემდეგ. BMS სისტემის მიერ განხორციელებული ქმედებები ეფუძნება მხოლოდ ამ დონიდან მიღებულ მონაცემებს. შედეგი არის ავტომატიზაციის დონე, რომელსაც შეიძლება ეწოდოს შენობის მართვის სისტემის ტვინი. იგი შედგება კომპაქტური ან მოდულარული DDC კონტროლერებისგან. DDC აბრევიატურა გახლავთ Direct Digital Control, ანუ პირდაპირი ციფრული კონტროლი. DDC კონტროლერები იღებენ ინფორმაციას სენსორებიდან და სხვა მოწყობილობებიდან, რომლებიც შენობაშია განთავსებული. ამ ინფორმაციის, მაგალითად ტემპერატურის, ტენიანობის დამუშავების შემდეგ, ისინი ავტომატურად აკონტროლებენ აღჭურვილობას, მაგალითად გამათბობლებს, კონდიციონერებს და სხვა. რათა შენობაში კომფორტული პირობები იყოს და აღჭურვილობა უსაფრთხოდ მუშაობდეს. DDC კონტროლერები პროგრამირებადია, რაც ნიშნავს, რომ მათი მუშაობის მორგება შესაძლებელია შენობის საჭიროებების მიხედვით. კონტროლერები შეიძლება დაუკავშირდეს ოპერატორის ტერმინალს საველე აღჭურვილობის კონტროლის ან მონიტორინგისთვის. საველე დონეზე ყოველგვარი მართვის სისტემების მოთხოვნის გარეშე. შემდეგი გახლავთ მართვის დონე. მენეჯმენტის დონე უზრუნველყოფს შენობის ოპერატორის მომხმარებლის ინტერფეისს. მონაცემების ნახვის შესაძლებლობით, ტექსტის ან ელექტრონული პოსტის შეტყობინებების საშუალებით, ნებისმიერი კრიტიკული განგაშის შემთხვევაში. ველის დონის სენსორები და მოწყობილობები დაკავშირებულია ავტომატიზაციის დონესთან, მყარი სადენიანი კავშირებით, როგორც წესი ერთი წყვილი კაბელით. ოპერატორის ტერმინალი შეიძლება დაკავშირდეს სტანდარტული Ethernet კაბელის მეშვეობით. ავტომატიზაციის დონე დაკავშირებულია მართვის დონესთან. BACnet Building Automation and Control Networks. BACnet IP პროტოკოლის მეშვეობით. ყველაზე ხშირად გამოყენებული პროტოკოლი არის BACnet პროტოკოლი. ეს არის შენობების ავტომატიზაციის კონტროლის პროტოკოლი, რომელიც შემუშავებულია და მართულია Arshieris მიერ. ეს არის ღია პროტოკოლი BMS-ის სისტემებისთვის, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა BMS სისტემების ინტეგრირება. შემდეგი ფართოდ გამოყენებული პროტოკოლი გახლავთ LONTOC, ლოკალური ოპერაციული ქსელი. იგი ფართოდ გამოიყენება დაბალი გამტარიანობის აპლიკაციებში. შემდეგი არის Modbus. ეს არის სერიული საკომუნიკაციო პროტოკოლი, რომელიც იყენებს Master Slave ტექნოლოგიას. ეს არის ძალიან ძველი პროტოკოლი,
რომელიც გამოიყენება PLC-ებში 1999 წლიდან. მოდი ვნახოთ ზოგიერთი მახასიათებელი მათი. პირველი არის მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი, Graphical Unit Interface. ყველა BMS სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებლის გრაფიკულ ინტერფეისს, რომელიც წარმოადგენს აღჭურვილობის 2D ან 3D ხედს. ასევე აჩვენებს აღჭურვილობაში დაყენებულ სენსორებს. BMS სისტემისთვის შესაძლებელია სიგნალიზაციის ინფორმაციის გაგზავნა გარე პროგრამაში, როგორიც არის Maintenance Management System MMS. სამუშაო შეკვეთების გენერირება განგაშის აღწერილობებზე დაყრდნობით, რათა დაადგინდეს მუშაობს თუ არა აღჭურვილობა ეფექტურად. აღჭურვილობის მუშაობის დაგეგმვა დროის მიხედვით ცნობილია როგორც time scheduler. Time scheduler-ის ოპერატორს შეუძლია ოპერატორს საშუალებას აძლევს გადაწყვიტოს, როდის ჩართოს და გამორთოს აღჭურვილობა. მაგალითად, Office-ს, რომელსაც ემსახურება ჰაერის დამუშავების დანადგარი, შესაძლებელია დაპროგრამდეს, რომ ჩაერთოს მხოლოდ სამუშაო საათებში. მაგალითად, დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ხოლო საღამოს 6 საათიდან მეორე დღის დილის 7 საათამდე. ჰაერის დამუშავების დანადგარი გამორთული იქნება ენერგიის დაზოგვის მიზნით. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა იმ შემთხვევებში, როდესაც აღჭურვილობის კონფიგურაცია შესაძლებელია ისე, რომ არ გამორთოთ, როცა შენობაში არავინ იმყოფება. მადლობა ყურადღებისთვის.